კონგოში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს ავიაკომპანია აირზენა დაფარავს. აირზენა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნიო გიორგობიანის განცხადებით ავიაკომპანიის წარმომადგენლები მომხდარის დეტალების ადგილზე შესასწავლად და საქართველოს დაღუპული მოქალაქეების თბილისში გადმოსვენებისთვის საჭირო ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად კონგოში რამდენიმე დღეში გაემგზავრებიან. კონგოში ავიაკატასტროფის დროს საქართველოს 4 მოქალაქე დაიღუპა. ისინი აირზენას თანამშრომლები იყვნენ. ტრაგედიას 22 წლის პილოტი სულიკო ცუცქირიძე, ეკიპაჟის წევრი გურამ კებულაძე, ტექნიკოსი ალბერტ მანუკოვი და ხომალდის მეთაური ალექსეი ოგანესიანი ემსხვერპლნენ. გამოძიება დაწყებულია და ოფიციალური დასკვნა დაიდება და მიზეზებით შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ წინასწარი სურათით ეს ძალიან ძლიერ ტროპიკულ ქარიშხალს და წვიმას უკავშირდება ამ თვითმფრინავის ჩამოვარდნა. აქ რაიმე ტექნიკურ გამომართავობაზე საუბარი არ არის, ვინაიდან ამ თვითმფრინავმა 22 დეკემბერს შეიარა, 22 დეკემბერს გაიარა შემოწმება ევროპის ერთ-ერთ სერიოზულ ცენტრში.